დავნებების კორიდორი, მეგობრებო, უნდა გავიაროთ ძალიან მშვიდად და ფრთხილად. ეხლა როგორ ვაკეთებთ ამას? პირველ რიგში, არ გვინდა არავითარი სახის კონფლიქტები, საქმეების გარჩევა, სერიოზული შენაძენები, სერიოზული წამოწყებები, არ გვინდა ოპერაციები, ხო, თუ გადადება შეგიძლიათ ძალიან კარგი რომ გადადოთ ეს ყოველივე, ხო, თუ არ არის რაღაცა საჩქარო და ექსტრემალური. ამავდროულად რა არ შეიძლება კიდევ? დოკუმენტებზე ხელის მოწერა. რატომ? იმიტომ რომ ეს არის ძალიან საბრძოლო პერიოდი. ამ პერიოდში, რასაც ხელს მოაწერთ, მე შეიძლება სანანებელიც გაგიხდეთ, იმიტომ რომ ეს იქნება უკვე ერთგვარი კოსმიური ბეჭედი დაესმება ამ ყველაფერს და შემდგომში ვეღარ გამოასწორებთ. ამიტომ ნებისმიერ სახის სერიოზული წამოწყება, სერიოზული შენაძენი, სერიოზული გადაწყვეტილება უმჯობესია გავაკეთოთ 21 სექტემბრის მერე. ამ დავნებების კორიდორის მსვლელობის დროს, ესე იგი 7 სექტემბრიდან 21-ის ჩათვლით, არაფერი სერიოზული არ გავაკეთოთ. ხო? ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად, არ ავყვეთ პროვოკაციებს, არ გვინდა კონფლიქტები, იმიტომ რომ ნებისმიერი სახის თუნდაც პატარა თითქოს და უმნიშვნელო კონფლიქტით შეიძლება შემდგომში ძალიან სანანებელი გაგიხდეთ, იმიტომ რომ დაბნელებები ყველაფერს 1000 მოდებს. ეს არის ყველაზე სერიოზული და მძიმე პერიოდი, მეგობრებო და რა თქმა უნდა, ახლა წინასწარ გავფრთხილებთ, რომ იყოთ მზად და შვიდი ნერვებით და ცივი გონებით შევხვდეთ, ესე იგი ამ არც თუ ისე მარტივ დაბნელებებს.